1992 წლის აგვისტოში დევონშირის პატარა სოფელ მორტონლიში ორი ადამიანი გაქრა ისე, რომ არავინ გაიგო როგორ. სარა ჰოლმსი და მაიკლ დევიდსონი იყვნენ ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ცხოვრობდა მთავარი ქუჩიდან ცოტა მოშორებით, ძველ კოტეჯში, სადაც ხმელი აგურის კედლები ყოველთვის ტენიანი იყო და ფანჯრებში ლავენდერი დგას. გამშრალი ლავენდერი, რომელიც სარამ თავად მოურთო ბაღიდან იმავე აგვისტოში, როცა ყველაფერი შეიცვალა. არავინ შეამჩნია მათ გაქრობას პირველ ორ დღეში, რადგან ისინი იყვნენ ის ტიპის წყვილი, რომელიც თავის თავში ცხოვრობდა. არა უარყოფითი გაგებით, უბრალოდ მათ შეეძლოთ დღეები გაევლოთ ერთმანეთის სიახლოვეს, წიგნების კითხვაში, ბაღის მოვლაში და ტყის გასეირნებებში ხალხისგან შორს. სოფელი მორტონლი არის ის ადგილი, სადაც ყველა მიცის ყველაფერი ყველაზე, მაგრამ არავინ საუბრობს ყველაფერზე ღიად. საბაკალეო მაღაზიაში, სადაც 90 წლის მისის პატერსონი უკვე 25 წელია მუშაობს, ხალხი შეიკრიბება არა მხოლოდ პური და რძე იყიდოს, არამედ სიახლეები გაიგოს. იქ ყოველდღიურად ხვდებიან ერთმანეთს მეზობლები, ფერმერები, პენსიონერები. საუბრობენ ამინდზე, მოსავალზე, სოფლის ახალ ამბებზე. მისის პატერსონი იცნობს ყველას, იცის ვინ რას ყიდულობს, ვინ როდის მოდის, ვის რა უჭირს. ის არის ცოცხალი ქრონიკა იმ პატარა სამყაროსი. 1992 წლის აგვისტოს მე-12-ს, სარას და მაიკლის გაქრობიდან 2 დღის შემდეგ, სწორედ აქ შეამჩნეს პირველად, რომ რაღაც არასწორია. ეს იყო ჰელენი, სარას უფროსი და, რომელმაც შევიდა მაღაზიაში და მისის პატერსონს კითხა, ხომ არ ენახა მისი და. ჰელენი იყო 28 წლის ქალი, რომელიც ცხოვრობდა ბათში, სამუშაობდა ბუღალტერიად პატარა ფირმაში, მაგრამ ყოველ კვირას დარეკავდა დას ტელეფონით. ეს იყო მათი რიტუალი, გაჩენილი მას შემდეგ, რაც ჰელენმა დატოვა სახლი და გადავიდა ბათში უნივერსიტეტში. ორშაბათით საღამოს, ყოველთვის 7 საათზე, ჰელენი რეკავდა. სარა პასუხობდა მეორე ზარზე, ხმა ყოველთვის 7, ბედნიერი. ისინი საუბრობდნენ 9 საათის განმავლობაში არაფერზე განსაკუთრებულზე, უბრალოდ იმაზე თუ როგორ გადიოდა კვირა, რა ხდებოდა სოფელში, რას აპირებდნენ სარა და მაიკლი მომავალი კვირებისთვის. ამჯერად სარა არ პასუხობდა 3 დღის განმავლობაში. ჰელენმა დარეკა ორშაბათს, არავინ არ აიღო. სამშაბათს იგივე. 4 შაბათს დილით ჰელენმა გადაწყვიტა წავიდა მორტონში პირადად. მისის პატერსონმა უთხრა, რომ ორშაბათს ნახა ისინი, როგორც კოტეჯში შედიოდნენ საყიდლებით, მაგრამ მას შემდეგ არ ნახავს. ჰელენმა წავიდა პოლიციის უბანში ექსტერში. იქ მას მიიღო კონსტაბლმა თომას რიდმა, ახალგაზრდა ოფიციერმა, რომელიც მხოლოდ თვე იყო იმ უბანში. მას ჰქონდა პატარა ოთახი, სადაც იღებდა ადამიანებს, იატაკზე ძველი პარკეტი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე კრაკუნებდა. 3 პირიან ჯგუფში იყო იმ დროს იმ უბანში და თომას იყო ყველაზე ახალბედა. მან დაწერა ჩვენებები, მაგრამ არა განსაკუთრებული შეშფოთებით. 23 წელი ჰქონდა სარას. მაიკლს 25. ორივე მოზრდილი ადამიანი. არ იყვნენ დაქორწინებულნი ოფიციალურად, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ 2 წელიწადი. შესაძლოა უბრალოდ გადაწყვიტეს წასვლა სადმე, არ აცნობეს არავის. ჰელენმა უთხრა, რომ ეს არ იყო მათთვის ტიპიური. სარა ყოველთვის აცნობებდა თუ რაიმე იგეგმებოდა. ყოველთვის პასუხობდა ტელეფონს. თომას რიდმა დაწერა ფორმა და უთხრა დაელოდა 48 საათი, რადგან ხშირად ადამიანები უბრალოდ გადადიან რამდენიმე დღით და უკან ბრუნდებიან. ჰელენი დაბრუნდა კოტეჯთან. სახლი იდგა წყნარად, ფანჯრები დახურული, ბაღში ყვავილები ოდნავ გამხმარი წყლის ნაკლებობით. კარი დაკეტილი იყო, მაგრამ ის იცოდა სად იყო დამალული სათადარიგო გასაღები, ლავენდერის ქვაბში, ბაღში, მარჯვენა კუთხეში, სადაც ყოველთვის იდგა დიდი თიხის ქოთანი. იქ ქვაბის ძირში, ქვეშ მიწა იყო პატარა ლითონის ხუთი და მასში გასაღები. სარამ აქ დამალა იმისთვის, რომ ჰელენმა ყოველთვის შეეძლო შემოსვლა თუ საჭირო იქნებოდა. შიგნით ყველაფერი იყო, როგორც სარამ და მაიკლმ დატოვეს. სამზარეულოს მაგიდაზე 2 ჭიქა ჩაის, უკვე ცივი და უფერო. 1 წიგნი გახსნილი, გვერდი 125. ეს იყო რომანი ტომას ჰარდისგან ტეს დერბერველისა. მაიკლის ფოტოაპარატი, რომელიც ის ყოველთვის ატარებდა იდოს კამზე. უკეთესად რომ ვთქვათ, არაფერი ეთყობოდა, რომ გაცილებას აპირებდნენ. საწოლი აწეული, თეფშები დაბანილი, ლავენდერის თაიგული ჯერ კიდევ სუნიანობდა სახლში. ჰელენი დადიოდა ოთახებში და ცდილობდა იპოვა რაიმე ნიშანი, რაიმე მინიშნება. საძინებელში საწოლი იყო სუფთად გაკეთებული, ორივე საბანი. შეკრული თეთრი ქსოვილით, რომელსაც სარა ყოველთვის იყენებდა. სარდაფში კარადაში ტანისამოსი ეკიდა რიგზე, სარას ლურჯი კაბა, მაიკლის 2 პერანგი, ჯინსები.
ფეხსაცმელი კი იდგა კარადის ქვემოთ, დალაგებული წყვილებად. აბაზანაში ჯაგრისები იდგნენ თაროზე, სარას შამპუნი ნახევრამდე დაცლილი, მაიკლის საპარსი საპონი. ყველაფერი იყო უცვლელი. არაფერი არ ეთქმის, რომ ადამიანებმა დატოვეს სახლი, გეგმით წავიდნენ საიდუმლო. ჰელენმა დაარეკა პოლიციას კიდევ ერთხელ. ამჯერად მოვიდა უფროსი ოფიციერი, ინსპექტორი ჯონ მილერი, რომელიც იყო 55 წლის კაცი, ნაცრისფერი თმით და დაღლილი თვალებით. მილერი მუშაობდა დევონ კორნულის პოლიციაში 30 წელია. ნახული ჰქონდა ბევრი, დაკარგული ადამიანები, უბედური შემთხვევები, ოჯახური დრამები. მაგრამ ყოველი საქმე, რომელიც ვერ ამოხსნილა, იტოვებდა რაღაც წონას მის მხრებზე. მან გამოკითხა ჰელენი, შევიდა კოტეჯში, გახედა ოთახებს ყურადღებით. იქ იყო პატარა შენიშვნების წიგნი, სადაც სარა წერდა ყოველდღიურ რამეებს, არადღიური, უბრალოდ ჩამონათვალი რა უნდა ყიდულიყო მაღაზიაში, რა წიგნი უნდა წაეკითხა, რა დრო იყო საუკეთესო ბაღის მოსავლისთვის. ბოლო ჩანაწერი იყო აგვისტოს მე-9-ს, სადაც წერდა მაიკლს მოაქვს ფიროსმანი ექსტერიდან. არაფერი მეტი. მილერმა ჰკითხა ჰელენს იცნობდა თუ არა ვინმეს, ვისთანაც შეიძლება წასულიყვნენ. ჰელენმა უთხრა, რომ სარას და მაიკლს არ ჰყავდათ ახლო მეგობრები სოფელში. ისინი ზოგადად მეგობრული იყვნენ ყველასთან, მაგრამ ახლობლობა არავისთან არ ჰქონიათ. მათი ცხოვრება იყო მარტივი და პირადი. სარა მუშაობდა ბიბლიოთეკაში, ლუდობდა წიგნებს, ელაპარაკებოდა მკითხველებს, რომლებიც მოდიოდნენ. მაიკლი აკეთებდა ფოტოებს ადგილობრივ ღონისძიებებზე, ქორწილებზე, ზოგჯერ პორტრეტებს ხალხისთვის. მათ არ ჰქონიათ ბევრი ფული, მაგრამ ეყოფოდათ. არ სურდათ ბევრი. ცხოვრობდნენ ისე, როგორც მათ სურდათ, მშვიდად, ბუნებასთან ახლოს, წიგნებთან და ერთმანეთთან. პოლიციამ დაიწყო ძებნა ოფიციალურად აგვისტოს 14-ს. შემოატარეს გარშემომყოფ ტყეებს, პატარა ჯგუფები მოხალისეებისგან ხალხისა, რომლებიც იცნობდნენ სარას და მაიკლს. ისინი დადიოდნენ ბილიკებზე, სადაც სარა და მაიკლი ხშირად დადიოდნენ, ყვიროდნენ მათ სახელებს, ეძებდნენ ნიშნებს. მილერმა დაუკავშირდა საავადმყოფოებს ექსტერში, პლიმუთში, ტორქეიში, შეამოწმა ხომ არ იყო რაიმე უბედური შემთხვევა რეგისტრირებული, ხომ არ შემოიყვანეს ვინმე უნებართვოდ დაშავებული, დაკარგული. არაფერი. სარას მანქანა, ძველი ნაცრისფერი ფიატი პანდა, იდგა კოტეჯის წინ, დაფარული მცირე მტვრით და ფოთლებით. მაიკლს არ ჰქონდა მანქანა. მათი ბანკის ანგარიშები არ შეხებიათ. არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ბევრი ფული, მაგრამ ის რაც იყო, იქვე დარჩა. 42 ფუნტი სარას ანგარიშზე, 38 მაიკლისაზე. სარა მუშაობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ნახევარ განაკვეთზე, 3 დღეში კვირაში, 2 შაბათიდან 4 შაბათამდე. ბიბლიოთეკის დირექტორი, მისის ელიზაბეთ კროუმ, თქვა, რომ სარა იყო საიმედო თანამშრომელი, ყოველთვის დროულად, ყოველთვის მეგობრული. ბოლოს მუშაობდა იმ 2 შაბათს, რომელიც იყო აგვისტოს 9. არაფერი უჩვეულო არ იყო იმ დღეს. სარამ ჩვეულებრივად შეასრულა თავისი საქმე, წიგნები დაალაგა, დაეხმარა რამდენიმე მკითხველს, წავიდა სახლში 5 საათზე. მისის კროუმ თქვა, რომ სარას არ ჩანდა შეწუხებული, არ ჩანდა, რომ რაიმე უჭირდა. უბრალოდ იყო როგორც ყოველთვის. მაიკლი კი აკეთებდა ოკაზიონალურ სამუშაოებს, ფოტოებს გადაიღებდა ქორწილებზე, თუმცა რეგულარული შემოსავალი არ ჰქონდა. ზოგჯერ დგებოდა დილა ადრიან და მიდიოდა სოფელში, ან გარეუბნებში ფოტოებს გადაიღებდა ბუნების, ძველი შენობების, ადგილობრივი ხალხის. აუყიდა მათ პატარა გამოფენებზე ან ხელსაქმის ბაზრებზე. ფული იყო საკმარისი მხოლოდ ძირითადი ხარჯებისთვის. მაგრამ მაიკლს არ უჭირდა. ის ყოფილიყო თავისუფალი, მის საქმეს აკეთებდა და ცხოვრობდა იმ ადგილას, სადაც უყვარდა. ორივე მათგანი, სარა და მაიკლი, აირჩიეს ცხოვრება, რომელიც არ იყო ძალიან ამბიციური, მაგრამ იყო მათთვის საკმარისი. ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია. ახალგაზრდა წყვილი დაკარგული მორტონლიში. იყო ფოტო სარასი და მაიკლისა გადაღებული წინა ზაფხულს სოფლის ფესტივალზე. ეს იყო ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც იმართებოდა ივლისში, სადაც ადგილობრივი ხალხი იკრიბებოდა, იყო მუსიკა, საჭმელი, ხელსაქმის ნაწარმი. ორივე იცინოდა იმ ფოტოზე, სარას ხელი მაიკლის მხარზე იყო დადებული, მაიკლს ჰქონდა ის გულახდილი ღიმილი, რომელიც ყველას იწვევდა სიმპათიას. გაზეთმა სთხოვა ინფორმაცია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რაიმე იცოდა მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ხალხმა დაიწყო საუბარი. ზოგიერთი ამბობდა, რომ შესაძლოა გაიქცნენ ერთად, დაიწყონ ახალი ცხოვრება სხვაგან. ზოგი ამბობდა, რომ შესაძლოა რაღაც უბედურება მოხდა ტყეში, ორივე ერთდროულად რაიმე უბედური შემთხვევა.
მაგრამ ის რაც არავინ გაიგო იყო, როგორ შეიძლება ორი ადამიანი გაქრეს სახლიდან ისე, რომ არანაირი კვალი არ დატოვონ. ჰელენი ყოველ დღე დადიოდა კოტეჯში. იქ ისხდა სამზარეულოში, ხედავდა ლავენდერს ფანჯრიდან, ელოდა რაღაცას, არ იცოდა რას. ცდილობდა გაეგო რა მოხდა. თავიდან აწუხებდა საკუთარი თავი, ფიქრობდა იქნებ რაღაც ნიშანი გამორჩა, რაიმე რაც სარამ უთხრა ბოლო საუბარში, რაიმე რაც მიუთითებდა იმაზე, რომ რაღაც არასწორი იყო. მაგრამ არაფერი ახსენდა. მათი ბოლო საუბარი იყო ჩვეულებრივი. სარამ უთხრა, რომ ამზადებს ქლიავს ლავენდერით და მაიკლი მალე დაბრუნდება ექსტერიდან, სადაც წავიდა ფოტოაპარატის ბატარეა ისკიდა. არაფერი მეტი. არანაირი შეშფოთება, არანაირი უჩვეულო ინტონაცია. კვირები გავიდა. შემდეგ თვეები. პოლიცია აგრძელებდა გამოძიებას, მაგრამ ნელა და არა განსაკუთრებული შედეგებით. მილერი გახდა ის პოლიციელი, რომელსაც ეს საქმე მთელი კარიერა ახსოვდა როგორც ყველაზე დამაბნეველი. იყო გამოკითხული ყველა, ვინც იცნობდა მათ. მეზობლები, მაღაზიის გამყიდველები, ბიბლიოთეკის დირექტორი, სადაც სარა მუშაობდა. ყველამ თქვა, რომ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი, შვიდი, კარგი ადამიანები. არავის არ ჰქონდა რაიმე უარყოფითი, რომ ეთქვა მათთან დაკავშირებით. არავისთვის არ უვალდებულებდნენ ფულს, არ ჰქონიათ კონფლიქტი ვინმესთან, არ უჩვენებიათ ნიშნები, რომ უნდოდათ გაქცევა. ისინი უბრალოდ არ იყვნენ. სექტემბერი მოვიდა და ბაღში ლავენდერი კვლავ ყვავილობდა, უკანასკნელი ყვავილები ზაფხულის ბოლოს. ჰელენი დაბრუნდა ბათში თავისი სამსახურის გამო, მაგრამ ყოველ უიკენდს მოდიოდა მორტონში. ინახავდა კოტეჯს. იხდიდა გადასახადს, ცვლიდა ქვაბებში ყვავილებს, რომელიც სარამ ჰქონდა დარგული. ტოვებდა ყველაფერს უცვლელად, ელოდა იმ დღეს, როცა სარა გაიღებდა კარს და შემოდიოდა და ყველაფერი ხვდებოდა იმ ადგილას, სადაც დატოვა. ოქტომბერი გავიდა, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი. ზამთარი მოვიდა და თოვლი მოფინა მორტონს. კოტეჯი იდგა წყნარად თეთრი თოვლის ქვეშ. ლავენდერი გაზაფხულზე 1993 წელს ისევ გაიზარდა. ჰელენმა დატოვა ყველაფერი როგორც იყო, იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს სარა დაბრუნდება და დაინახავს, რომ არაფერი შეცვლილა. მაგრამ 1993 წელი გავიდა. შემდეგ 1994. პოლიცია ნელ-ნელა შეწყვიტა აქტიური ძებნა. საქმე დარჩა ღია, მაგრამ არავინ მუშაობდა მასზე ყოველდღიურად. მილერი მოდიოდა ზოგჯერ და საუბრობდა ჰელენთან, ყოველთვის ბოდიშს უხდიდა, რომ არაფერი ახალი არ ჰქონდა სათქმელი. ჰელენი ესმოდა. იცოდა, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. უბრალოდ არ იყო კვალი. არ იყო მიმართულება. ორი ადამიანი უბრალოდ გაქრა და არავინ იცოდა როგორ და სად. სოფელში ადამიანები ნელ-ნელა შეწყვიტეს ამ თემაზე საუბარი. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ისინი მკვდრები იყვნენ დაკრძალულები სადღაც ტყეში, ზოგს რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, დაიწყეს ახალი ცხოვრება. მისის პატერსონს მაღაზიაში ყოველთვის გაახსენდებოდა, როგორ ისინი შემოდიოდნენ ყოველ ორშაბათს, ყიდულობდნენ პურს და ყავას და სარა ყოველთვის უღიმოდა. იგი ფიქრობდა, რა უნდა შეეცვალათ იმ ორშაბათის შემდეგ, როცა ბოლოჯერ ნახა ისინი. არაფერი არ ეტყობოდა. არაფერი. და ეს უფრო მეტად აწუხებდა, ვიდრე თუ რაღაც შესამჩნევი მოხდა. როგორ შეიძლება ადამიანები უბრალოდ აღარ იყვნენ და არავითარი ახსნა არ არსებობდეს. 1995 წელს ჰელენს შეეძინა საკუთარი სახლი ბათში. პატარა სახლი ქალაქის ჩრდილოეთით, ორი საძინებლითა და პატარა ბაღით. მან დააქორწინა კოლეგა თავის სამსახურიდან, კაცი სახელად პიტერ მაკინტოში, რომელიც იყო მშვიდი და მზრუნველი. პიტერი იყო 29 წლის, მუშაობდა იმავე ბუღალტერიის ფირმაში როგორც ჰელენი. ისინი გაიცნენ 1994 წელს, დაიწყეს კოფეზე გასვლა, შემდეგ სამსახურიდან, შემდეგ ვახშამზე, შემდეგ გადაწყვიტეს ცხოვრება ერთად. ჰელენს არასოდეს უთქვამს პიტერისთვის, რამდენად ჩაძირული იყო იმ წლებში დისგაქრობაში. პიტერი იცოდა, რა თქმა უნდა, იცოდა ისტორია, მაგრამ ჰელენი ცდილობდა არ ელაპარაკა მასზე ხშირად, რადგანაც ყოველჯერზე გულს უტკინავდა. პიტერი პატივს სცემდა მას და არ აყენებდა ბევრ კითხვას. 1996 წელს მათ ჰყავდათ ქალიშვილი. დაიბადა აპრილში, პატარა ქალიშვილი ნორჩი თმით და ნათელი თვალებით. სახელი დაარქვეს ემა. ჰელენს უნდოდა დაერქვა სარა, მაგრამ ვერ შეძლო. ძალიან მტკივნეული იყო. ყოველჯერზე როცა წარმოიდგენდა, რომ თავის ქალიშვილს მიმართავდა იმ სახელით, გრძნობდა რაღაც დარღვევას, რაღაც არასწორს. ამიტომ დაარქვა ემა, სახელი რომელიც ჰქონდა პიტერის ბებიას.
ემა იზრდებოდა ჯანმრთელი და ბედნიერი გოგონა. ჰელენი ცდილობდა იყოს კარგი დედა, იყოს იქ თავისი ქალიშვილისთვის, იყოს ის, რაც სარას არ ჰქონდა შანსი იყოს თუ ერთ დღეს დაბრუნდებოდა. მორტონლის კოტეჯში ჰელენი აგრძელებდა სტუმრობას, თუმცა უკვე მხოლოდ თვეში ერთხელ. იქ იყო ის ცარიელი ადგილი, სადაც დის არსებობა ჩაიხშო დროში. ყველაფერი იდო უცვლელად. წიგნები თაროებზე, ფოტოები კედლებზე, ლავენდერი გამხმარი ვაზაში. ჰელენმა აიღო ერთ-ერთი ფოტო, სადაც სარა იყო 6 წლის, ელენ 7 ხელს იჭერდა და ორივე იცინოდა ბებიის ბაღში. ეს იყო 1975 წელი. ჰელენს ახსოვდა ის დღე, როცა დედამ გადაიღო ფოტო. სარა უფრო პატარა, ყოველთვის მიჰყვებოდა ჰელენს საყველგან და ჰელენი იყო დამცველი. მერე დრო გავიდა, ორივე გაიზარდა, სარა გახდა უფრო დამოუკიდებელი და ჰელენი გადავიდა ბათში უნივერსიტეტში ბუღალტერიის შესასწავლად. ისინი ელაპარაკებოდნენ ტელეფონით, მაგრამ ახლოს აღარ ცხოვრობდნენ. და ახლა ჰელენი იდგა ცარიელ კოტეჯში და ფიქრობდა, იქნებ თუ უფრო ახლოს ყოფილიყო, იქნებ შეამჩნევდა რაღაცას, იქნებ სარა ეუბნებოდა თუ რაღაც უჭირდა. 1998 წელს მილერი გავიდა პენსიაზე. ჰელენმა მოუწოდა მას ბოლოჯერად და მადლობა გადაუხადა. ისინი შეხვდნენ კაფეში ექსტერში, პატარა ადგილი ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც მილერი ხშირად დადიოდა. მილერი ჩანდა უფრო მოხუცი, უფრო დაღლილი. უთხრა, რომ ამ საქმეს ვერასოდეს გაუშვა გონებიდან, რომ ის იყო ის საქმე, რომელიც ვერ ამოხსნა მთელი კარიერის განმავლობაში და ის აწუხებდა. ჰელენმა უთხრა, რომ ესეც შეიძლება იყოს შესაბამისი პასუხი, რომ ზოგჯერ უბრალოდ არ არის პასუხი. მილერი არ დათანხმდა. უთხრა, რომ ყოველთვის არის პასუხი, უბრალოდ ზოგჯერ ადამიანები ვერ აღმოაჩენენ მას. ჰელენმა დალია თავისი ყავა და ფიქრობდა, იქნებ ის მართალი იყო. 1999 წელი, 2000 წელი, 2001 წელი. ჰელენი იზრდებოდა ემას, მუშაობდა, ცხოვრობდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. კოტეჯი მორტონში კვლავ იდგა. ზოგჯერ ადგილობრივი ხალხი ჰკითხავდა ჰელენს, ხომ არ უნდოდა მისი გაყიდვა. მან ყოველთვის უარი უთხრა. ვერ გაკიდდა. ეს იყო ბოლო კავშირი სარასთან. ის ადგილი, სადაც სარა ბოლოს იცხოვრა, სადაც ბოლოს იყო ბედნიერი, სადაც ბოლოს იყო სახლში. 2002 წლის ივნისში, თითქმის 10 წლის შემდეგ იმ აგვისტოს დღიდან, როცა სარა და მაიკლი გაქრნენ, ჰელენს დაურეკა კონსტებლმა ადგილობრივი პოლიციიდან ექსტერიდან. ახალი ოფიცერი, რომელიც არ იცნობდა საქმეს პირადად, მაგრამ ნახა ძველ ფაილებში. უთხრა, რომ ადამიანი გამოჩნდა, ამბობს, რომ არის მაიკლ დევიდსონი. ჰელენს გაუჩერდა გული. სთხოვა გაიმეორა. ოფიცერმა უთხრა, რომ კაცი მოვიდა პოლიციის უბანში დილით, თქვა, რომ მის სახელი არის მაიკლ დევიდსონი და ის დაკარგული იყო 1992 წლიდან. იყო მოთხოვნილი მოსულიყო იდენტიფიცირებისთვის. მან დატოვა ემა პიტერთან და წავიდა ექსტერში პოლიციის უბანში. იქ იყო კაცი, რომელიც იჯდა მცირე ოთახში, ტუმბოებით კედლებზე და ძველი თაროებით. როცა ჰელენი შევიდა, მან აიხედა. ეს იყო მაიკლი. უფრო წელოვანი, უფრო გამხდარი, თმაში ნაცრისფერი, სახეზე ხაზები, რომელიც არ იყო 10 წლის წინ. მაგრამ ის იყო. იგივე თვალები, იგივე ცხვირი, იგივე ღიმილის კვალი პირის კუთხეებში, თუნდაც ახლა არ იღიმოდა. ჰელენმა ვერაფერი თქვა რამდენიმე წამის განმავლობაში. მაიკლი დგას და უყურებს მას, თითქოს არ იცოდა საიდან დაეწყო. ოფიცერი, რომელიც იყო ოთახში, უთხრა ჰელენს დაჯდომოდა. მაიკლი თქვა, მე ვარ მაიკლი. მე დაუბრუნდი, ხმა მისი იყო ცოტა უხეში, მაგრამ იგივე. ჰელენმა ჰკითხა, სად არის სარა. მაიკლმა ჩამოხედა. თქვა, სარა არ მოვა. სარა დარჩა, ჰელენმა კითხა, სად დარჩა. მაიკლი იდგა და არ პასუხობდა დიდი ხანი, იქნებ 15 წამი, 20. შემდეგ თქვა, ჩვენ წავედით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, წავსულიყავით და დაგვეწყო ყველაფერი თავიდან. მაგრამ ის იყო რთული. და შემდეგ მოხდა რაღაც და სარამ თქვა, რომ მას აღარ უნდოდა დაბრუნება. მან თქვა, დამშვიდება იქ, სადაც ვიყავით. ჰელენმა ჰკითხა, სად იყვნენ. მაიკლმა უთხრა, რომ ისინი წავიდნენ უელსში, პატარა სოფელში, სადაც არავინ არ იცნობდა მათ. სოფელი იყო სახელად აბერისტუიტის მახლობლად, ძალიან პატარა, ძველი სახლებით და მცირე მოსახლეობით. ისინი იქირავეს პატარა სახლი, მუშაობდნენ უბრალო სამსახურებში, ცხოვრობდნენ ძალიან მარტივად. სარა მუშაობდა პატარა კაფეში, მაიკლი კი სასოფლო სამეურნეო მუშაობაში. პირველ წელს ყველაფერი კარგად იყო. სარა ბედნიერი ჩანდა. მაგრამ შემდეგ დაიწყო ცვლილება.
მან დაიწყო უფრო მეტი დრო გატარება, მარტო ნაკლები საუბარი, ნაკლები ღიმილი. მაიკლი ფიქრობდა ეს იყო დროებითი, რომ გაივლიდა. მაგრამ არ გავიდა. 1995 წელს, თქვა მაიკლმა, სარამ უთხრა, რომ მას უნდა დარჩენილიყო მარტო რაღაც დრო. არა განშორება, არა დასასრული, უბრალოდ დრო საკუთარ თავთან. მაიკლი დათანხმდა. ფიქრობდა ეს იყო, რაც მას სჭირდებოდა. სარა გადავიდა პატარა ბინაში იქვე სოფელში. ისინი ხვდებოდნენ ზოგჯერ, მაგრამ აღარ ცხოვრობდნენ ერთად. შემდეგ სარამ უთხრა, რომ მას სჭირდებოდა უფრო მეტი დრო. მაიკლი ელოდა. თვეები გავიდა. 1996 წელს სარამ უთხრა, რომ ის ფიქრობს წასვლას უფრო შორს, შესაძლოა სკოტლანდიაში. მაიკლმა ჰკითხა რატომ. სარამ უთხრა, რომ მას არ იცოდა როგორ ახსნა, მაგრამ მას არ ეგრძნო სწორი დაბრუნება უკან, იმ ცხოვრებაში რაც დატოვეს. მაიკლმა ჰკითხა, ხომ არ უნდოდა ის მასთან დარჩენილიყო. სარამ უთხრა, რომ ის ყოველთვის უყვარდა მაიკლი, მაგრამ ზოგჯერ სიყვარული არ ყოფილა საკმარისი, რომ რაიმე სწორი იყოს. მაიკლი დარჩა უელსში 1997 წელს, მუშაობდა მშენებლობაზე, აგროვებდა ფულს, ცდილობდა გაეგო რა უნდა აეკეთებინა. სარას აღარ ენახა. მან რამდენჯერმე სცადა დაკავშირება, მაგრამ სარა აღარ იყო იმ ადგილას, სადაც ბოლოს იცოდა. არავინ იცოდა სად წავიდა. მაიკლი განაგრძობდა ცხოვრებას, მაგრამ ყოველ დღე აწუხებდა იმის აზრი, რომ მან დატოვა ყველაფერი იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ სარასთან და ბოლოს მაინც დაკარგა ის. 2001 წელს მაიკლმა გადაწყვიტა ეცადა დაბრუნებულიყო ინგლისში, იპოვა სამუშაო, შეეცადა გაერკვია სად იყო სარა. მან მოინახულა პატარა ადგილები სკოტლანდიაში, ჰკითხა ადამიანებს ხომ არ იცნობდნენ ქალს სახელად სარა ჰოლმსი. არავინ იცნობდა. 2002 წლის გაზაფხულზე მაიკლმა დაბრუნდა მორტონში. ნახა კოტეჯი, ნახა რომ ყველაფერი უცვლელი იყო. მაშინ გადაწყვიტა წასულიყო პოლიციაში და ეთქვა, რომ ის დაბრუნდა. ჰელენმა ჰკითხა, რატომ წავიდნენ საერთოდ. მაიკლმა უთხრა, რომ ეს იყო სარას იდეა, მაგრამ მან დაეთანხმა. სარას ეგრძნო თითქოს იყო გაჭედილი, თითქოს მისი ცხოვრება იყო ძალიან პატარა და ის იყო ძალიან გაჭიმული იმ პატარა ცხოვრებაში. მას სურდა რაიმე სხვა, არა უკეთესი აუცილებლად, უბრალოდ სხვა. მაიკლს ჰქონდა იგივე გრძნობა, მაგრამ ნაკლებად. მან უთხრა, რომ წავიდოდა მასთან ყველგან. ფიქრობდა თუ ერთად იქნებოდნენ, ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ არ მოხდა. სარა ეძებდა რაღაცას, რასაც არ იცოდა რა იყო და როცა ვერ იპოვა, გადაწყვიტა შეეცადა მარტო. პოლიციამ დაიწყო ახალი გამოძიება. ეძებდა სარას. მოხსენდა ის საქმე, რომელიც დახურული ჩათვლეს. მაიკლმა მისცა ყველა დეტალი, რაც იცოდა, მაგრამ არ იყო ბევრი. სოფლის სახელი უელსში, სადაც ცხოვრობდნენ, პატარა ბინა, სადაც სარა გადავიდა, შემდეგ არაფერი. პოლიციამ შეამოწმა, მაგრამ იქ მყოფი ხალხი ან არ ახსოვდათ, ან აღარ ცხოვრობდნენ იმ ადგილებში. 10 წელი ბევრია. სოფელში ახალი ადამიანები იყვნენ, ძველები წავიდნენ. არავის არ ახსოვდა ქალის სახელად სარა. ჰელენი ცდილობდა გაეგო რა იყო სიმართლე. ელაპარაკა მაიკლთან რამდენჯერმე მომდევნო კვირების განმავლობაში. ისინი იკრიბებოდნენ კაფეში ექსტერში, იმავე ადგილას, სადაც ოდესღაც შეხვდა მილერს. მაიკლი იყო პატიოსანი, მაგრამ დაკარგული. ამბობდა, რომ ის დღემდე არ ესმოდა, რატომ უნდოდა სარას წასვლა. ისინი არ ჰქონიათ დიდი პრობლემები. არ იყო ძალადობა, არ იყო ღალატი, არ იყო რაიმე დრამატული. უბრალოდ სარა იგრძნო, თქვა მაიკლმა, რომ საკუთარი ცხოვრება არ იყო მისი. და იქნებ ის ეძებდა რაღაცას, რაც არასოდეს შეიძლება იპოვოს. ჰელენი დაბრუნდა კოტეჯში მაიკლთან ერთად ერთხელ. მაიკლი არ ყოფილა იქ 10 წლის განმავლობაში. როცა შევიდა, დგას შუაში სამზარეულოს და უყურებს ყველაფერს. ლავენდერი ფანჯარაში, წიგნები თაროებზე, ფოტო კედელზე, სადაც ის და სარა იცინიან. მაიკლი იდგა დიდი ხანი წყნარად და შემდეგ უთხრა, რომ მას ძალიან უხდება სალოცავი იმის გამო, რომ დატოვა სარა. ჰელენმა უთხრა, რომ ის არ დატოვა სარა, სარამ დატოვა ის. მაიკლმა უთხრა, რომ თუ ის უფრო მეტად ცდილობდა, შეიძლება სარა დარჩენილიყო. ჰელენმა უთხრა, რომ ზოგჯერ ადამიანები თავად ირჩევენ წასვლას და არაფერი შეიძლება გააკეთო. მომდევნო წლების განმავლობაში პოლიციამ განაგრძო ძებნა დრო-დადრო, მაგრამ არაფერი იპოვა. სარა არ იყო დაკრძალული რეგისტრირებულ სასაფლაოში, არ იყო საავადმყოფოში, არ იყო პენიტენციურ სისტემაში, არ იყო რეგისტრირებული რაიმე ოფიციალურ ადგილას თავისი სახელით.
შესაძლოა შეცვალა სახელი, შესაძლოა წავიდა საზღვარგარეთ, შესაძლოა ახლა არის სადმე ცხოვრობს სხვა სახელით, სხვა ცხოვრებით. შესაძლოა. ან შესაძლოა დღეს აღარ არსებობს და არავინ იცის. მაიკლი დაბრუნდა მორტონში რამდენიმე კვირით, დარჩა პატარა სასტუმროში, მაგრამ ვერ დაადგა დიდხანს. სოფელი იყო გაბრუებული მოგონებებით. ყველგან ხედავდა სარას, ყოველ კუთხეში, ყოველ ხეში ტყეში, სადაც ისინი ერთად დადიოდნენ. წავიდა ლივერპულში, იპოვა სამუშაო მაღაზიაში, იცხოვრა მარტივი ცხოვრებით. ზოგჯერ უკავშირდებოდა ჰელენს, ელაპარაკებოდნენ ტელეფონით ან ელექტრონული პოსტით, მაგრამ ყოველთვის იყო უხერხული, რადგან ორივე იცოდნენ, რომ იყო ცენტრალური ადამიანი, რომელიც არ იყო იქ და არც ერთ მათგანს არ იცოდა რა ეთქვა იმის შესახებ. 2010 წელს ჰელენი მიიღო წერილი, ბუნდოვანი, უდაბრუნების მისამართის გაგზავნილი ინვერნესიდან, სკოტლანდიიდან. შიგნით იყო მხოლოდ ერთი ფურცელი და რამდენიმე სიტყვა, მე კარგად ვარ. გთხოვ ნუ მეძევ. მე ვარ უფრო ბედნიერი ასე. გიყვარვარ, არ იყო ხელმოწერა, მაგრამ ჰელენმა იცოდა ხელწერა. ეს იყო სარა. წერილი შეინახა პატარა ყუთში თავის საძინებელში. არ მიუგო, რადგან არ იყო საპასუხო მისამართი. არ უთხრა პოლიციას, რადგან სარამ სთხოვა არ ეძებნათ. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება. ნაწილი მისგან უნდოდა წასულიყო ინვერნესში, ეძებნა სარას, იპოვა ის და ეკითხა რატომ დატოვა ყველაფერი, რატომ არასოდეს არ დაუკავშირდა. მაგრამ მეორე ნაწილი მისგან იცოდა, რომ თუ სარას სურდა იყო იპოვნილი, ის აცნობებდა სად იყო. ჰელენმა უთხრა პიტერს, რომ მიიღო წერილი და ის აჩვენებდა, რომ სარა ცოცხალი იყო და კარგად გრძნობდა თავს. პიტერმა ჰკითხა, ხომ არ უნდოდა მიეგება, ან ეცა და იპოვა. ჰელენმა უთხრა, რომ არა. თუ სარას სურდა კონტაქტი, ის დაუკავშირდებოდა. წლები კვლავ გადიოდა. 2015 წელს ჰელენმა გაყიდა კოტეჯი მორტონში. არ შეეძლო მისი შენახვა უფრო მეტი. იყო ძვირი, იყო შორს და აღარ იყო აზრი. სარა აღარ დაბრუნდებოდა. ახალ მფლობელებს სახლი მოეწონათ. ახალგაზრდა წყვილი, 2 პატარა ბავშვით. ისინი განაახლეს სახლი, შეცვალეს ფანჯრები, შეღებეს კედლები, დააყენეს ახალი სამზარეულო. ლავენდერი კვლავ იზრდებოდა ბაღში. ახალმა მფლობელებმა დატოვეს ის იქ, რადგან მოეწონათ როგორ სუნიანობდა ზაფხულში და როგორ მოიზიდავდა ფუტკრებს და პეპლებს. ჰელენს ახლა 51 წელია და ემას 19. ემა სწავლობს უნივერსიტეტში ბრისტოლში, სწავლობს ბიოლოგიას. ის არის ჭკვიანი და დამოუკიდებელი ახალგაზრდა ქალი. ჰელენი ზოგჯერ ფიქრობს, რა იფიქრებდა სარა თუ ნახავდა თავის შვილს. იქნებ ემას შეეძლო ყოფილიყო ახლოს დედის დასთან, იქნებ მათ შეეძლოთ დღეობა საერთო პიკნიკებზე ან ელაპარაკათ წიგნებზე, რადგან ემასაც უყვარს კითხვა, როგორც სარას უყვარდა. მაგრამ ეს არასოდეს მოხდა და ჰელენი უბრალოდ შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინოს, როგორი იქნებოდა. მაიკლი დღესაც ცხოვრობს ლივერპულში. მას არ შექმნია ახალი ოჯახი. მას არ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა იმ დღის შემდეგ. მუშაობს და ცხოვრობს მარტო პატარა ბინაში. ზოგჯერ აგზავნის ჰელენს მოკლე მესიჯს, სიახლეებს. წერს რა მუშაობს, როგორ არის ამინდი, რაიმე უმნიშვნელო რამეები. ისინი არ არიან ახლობლები, მაგრამ ისინი არიან 2 ადამიანი, ვინც იზიარებს ერთ საიდუმლოს, ერთ არამოხსნილ მისტერიულ მოვლენას, რომელმაც შეცვალა მათი ცხოვრება სამუდამოდ. 2018 წელს ჰელენმა მიიღო კიდევ ერთი წერილი. ისევ ინვერნესიდან, ისევ ბუნდოვანი, ისევ სარას ხელწერით. ამჯერად წერდა, იმედია კარგად ხარ. იმედია ემა კარგად იზრდება. მე ვფიქრობ შენზე ხშირად და მინდა შენთვის უთხრა, რომ მე ბოდიში მოვიხდები ყოველი დღისთვის რაც გამოვტოვე. მაგრამ მე ვერ დაუბრუნდებოდი. ვერ შევეძლო იყოს ის, რაც ყველა მოელოდა ჩემგან. გიყვარვარ ძალიან და ყოველთვის გიყვარებ. ჰელენმა წაიკითხა ეს წერილი 10-ჯერ, 20-ჯერ, ცდილობდა იპოვა რაიმე დამატებითი მნიშვნელობა სიტყვებში, რაიმე ახსნა, რატომ ერჩივნა სარას ცხოვრება ისე, რომ არავინ იცნობდა თუ ვინ იყო. მაგრამ არავითარი ახსნა არ იყო. მხოლოდ ბოდიში და სიყვარულის გამოხატვა. ჰელენი ფიქრობს ზოგჯერ, რომ იქნებ ის იყო ყველაზე ძნელი ნაწილი, არა თვითონ გაქრობა, არამედ მოგვიანებით გაგება, რომ სარამ არჩია ეს. რომ არა უბედურება მოხდა, არა რომ ვინმე მაიძულა ან წაიყვანა, არამედ რომ სარამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ იმ ცხოვრებაში სადაც იყო, მას არ შეეძლო ყოფილიყო ბედნიერი და ამიტომ დატოვა ყველაფერი და წავიდა. და იმის გაგება, რომ შენი უახლოესი ადამიანი ირჩევს უცნობს და მარტოობას შენი თანდასწრებისაგან და ოჯახისგან, ეს არის რაიმე რისი პროცესიც ნელა მიმდინარეობს და ყოველთვის ტკივილიანია.
ჰელენმა უთხრა ემას სარას შესახებ, როცა ემა იყო 14 წლის. უთხრა, რომ ჰქონდა და რომელიც დაკარგული იყო დიდი ხნის წინ, რომ არავინ იცის სად არის, მაგრამ რომ ჰელენი მაინც ელოდება, რომ ერთ დღეს მოვაზარი და იქნება სარა მეორე მხარეს. ემამ ჰკითხა, როგორი იყო დიასახელად სარა. ჰელენმა უთხრა, რომ იყო მშვიდი, ჭკვიანი, მოსიყვარულე წიგნების, ბუნების და მარტივი ცხოვრების. რომ სარას ჰქონდა გზა, რომ ხედავდა სამყაროს ცოტა განსხვავებულად ვიდრე სხვები და რომ ზოგჯერ ის ხედავდა იმას, რაც სხვებს არ ესმოდათ ან არ აინტერესებდათ. ემამ ჰკითხა, იქნებ ამიტომ წავიდა. ჰელენმა უთხრა, რომ შესაძლოა სწორედ ამიტომ. პიტერი გარდაიცვალა 2020 წელს, გულის შეტევით. ეს იყო მოულოდნელი, ის იყო 34 წლის, არც ისე მოხუცი. ჰელენი დარჩა ქვრივად და 7 წლის შემდეგ კვლავ ცხოვრობს იმავე სახლში ბათში. მუშაობს აკაუნტანტად პატარა კომპანიაში, საიდანაც აპირებს გასვლას პენსიაზე 2 წლის შემდეგ. ცხოვრება გაგრძელდა როგორც ყოველთვის. ემა დაამთავრა უნივერსიტეტი და ახლა მუშაობს გარემოს დაცვის ორგანიზაციაში. ჰელენი ამაკია თავისი ქალიშვილით. მორტონლის სოფელში ახალი ხალხი დადის. მისის პატერსონი დიდი ხანია გარდაცვლილია, გარდაიცვალა 2005 წელს. მაღაზია კვლავ მუშაობს, მაგრამ სხვა ადამიანები. ახლა არის ახალგაზრდა წყვილი, რომელიც მართავს მას და ისინი აკეთებენ ასევე პატარა კაფეს მაღაზიის შიგნით, სადაც ხალხი შეიძლება დაჯდეს და დალიოს ყავა და ჭამოს ტორტი. კოტეჯი, სადაც სარა და მაიკლი ცხოვრობდნენ, ახლა სახლია ახალგაზრდა ოჯახისთვის სახელად სმიტები. მათ აქვთ 2 ბავშვი, 8 და 6 წლის და ძაღლი. ბაღში ლავენდერი კვლავ იზრდება ყოველ გაზაფხულზე, იგივე ადგილას, სადაც სარამ პირველად დარგო 30-ზე მეტი წლის წინ. თუ დღეს იკითხავთ სოფელში ვინმე მოხუც 1992 წლის გაქრობის შესახებ, ზოგიერთმა იქნება გაიხსენოს, მაგრამ უმეტესობას აღარ ახსოვს. დრო გადის და ადამიანები ივიწყებენ, თუნდაც იმ ისტორიებს, რაც ოდესღაც ყველას აფიქრებდა. მაგრამ სარას და მაიკლის ისტორია, თუნდაც დავიწყებულ, კვლავ არსებობს როგორც უხილავი კვალი იმ ადგილას. არ არის ძეგლი, არ არის ქვა, არ არის დასამახსოვრებელი ნიშანი. მხოლოდ ლავენდერი, რომელიც იზრდება ყოველწლიურად და ყველა ზაფხულს ყვავის იმავე ადგილას, სადაც ოდესღაც ახალგაზრდა ქალი აგროვებდა მას და იმედს მქონდა, რომ ცხოვრება იყოს ის, რაც ის უნდოდა იყოს. ჰელენს ახლა აქვს ფოტო თავის სახლის კედელზე, გადაღებული 1975 წელს, სადაც ის და სარა ხელს უჭერენ და იცინიან. ყოველ დღე, როცა გადის მის გასწვრივ, უყურებს მას რამდენიმე წამით. ეს არის მისი გზა დამახსოვრება, არა იმ სარასი, რომელმაც გაქრა, არამედ იმ სარასი, რომელიც იყო 6 წლის, ბედნიერი, უზრუნველი, სრული იმედი. ეს არის ერთადერთი ვერსია სარასი, რომელიც ჰელენს სურს დაიმახსოვროს. ზოგჯერ ემა ჩერდება იმ ფოტოს წინ და ჰკითხავს დედას, როგორი იყო ეგ გოგო ფოტოზე, რომელსაც არასოდეს შეხვედრია. ჰელენი ყოველთვის უთხრავს იგივე ისტორიებს, როგორ სარას უყვარდა კითხვა, როგორ ის შეეძლო გატარება მთელი დღის წიგნში, როგორ უყვარდა ტყის გასეირნება, როგორ ისწრებდა ნელ-ნელა ლავენდერს საშრობად სახლის მთელში, რომ სუნი იყოს ყველგან. მაიკლს აქვს თავისი გზა გახსენება. ყოველი წლის აგვისტოში, იმავე დღეს, როდესაც მოხდა გაქრობა, ის დგება დილით და გადადის პარკში ლივერპულში. იქ ის ხდება სკამზე და უყურებს ხალხს გარშემო. ადამიანები, ვინც დადიან თავიან ცხოვრებაში, არ იციან ვინ არის ის, არ იციან მისი ისტორია. ის არის უბრალოდ კიდევ ერთი მოხუცი კაცი პარკში. მაიკლი ფიქრობს იმ დღეებზე, როცა ის და სარა იყვნენ ბედნიერნი, როცა ყველაფერი ჩანდა მარტივი და წმინდა. ფიქრობს, რა შეეძლო გაეკეთებინა განსხვავებულად. ფიქრობს, იქნებ თუ უფრო მეტად ელაპარაკა სარასთან, უფრო მეტად ეკითხა რა უჭირდა, იქნებ შეეძლო რაიმე შეცვლა. მაგრამ ღრმად იცის, რომ ალბათ არაფერი შეეძლო გაეკეთებინა. სარამ უკვე გადაწყვიტა და როცა სარა რაიმეს გადაწყვეტდა, არავინ შეეძლო მის გადაფიქრება. ამბავი სარასა და მაიკლის დღესაც რჩება რაღაცა, რასაც ხალხი ნახსენებს ზოგჯერ, როცა საუბრობენ დაკარგული ადამიანებზე, ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც არასოდეს ამოხსნილა. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლებად ცნობილი ხდება. ალბათ 40 წლის შემდეგ აღარავინ იცოდება მათ შესახებ. და მაშინ ეს ამბავი იქნება მხოლოდ სადმე პოლიციის უბნის დახურულ საქაღალდეში, ყვითელი ქაღალდების ჯგუფი, ციფრები და სახელები, რომელიც აღარავის აინტერესებს. მაგრამ ზოგჯერ რთული ისტორიები არ არის ისეთები, რომ უნდა ამოხსნილი იყოს. ზოგჯერ ის უბრალოდ არის ის, რაც არის, 2 ადამიანი, რომლებმაც სცადეს დაეტოვებინათ ყველაფერი და დაეწყოთ თავიდან, ერთი მათგანიდან, რომელმაც იპოვა რაც ეძებდა, ან მაინც იპოვა საკმარისი მშვიდობა, რომ დარჩენილიყო სადღაც შორეულ ადგილას,
და მეორე რომელმაც დაბრუნდა და ცხოვრობს მიტოვებული იმის მიერ ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა, საკუთარი გადაწყვეტილებების წონით და იმ კითხვების წონით რასაც ვერასოდეს ეპასუხება. არ არის ბოროტება ამ ამბავში, არ არის დანაშაული, არ არის ვინმე, ვინც გაანადგურა სხვის ცხოვრება განზრახ. მხოლოდ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს არჩევანი და ამ არჩევანმა დატოვა სხვები იმის გარეშე რომ გაიგოთ რატომ. ზოგჯერ ყველაზე ძნელი რამ გასაგებად არის არა ბოროტება ან სიძულვილი, არამედ უბრალოდ ვინმეს გადაწყვეტილება რომ წავიდეს და არ აღარასდროს დაბრუნდეს, არა იმიტომ რომ ის არ გიყვარს, არამედ იმიტომ რომ ის პოულობს რომ იმ სიყვარულის შიგნით, იმ ოჯახის შიგნით, იმ ცხოვრების შიგნით არ შეეძლოს უთქვა. და შესაძლოა ეს არის ყველაზე საშინელი ნაწილი ყველაფრისა, გაგება რომ ზოგჯერ სიყვარული არ არის საკმარისი, რომ ზოგჯერ ოჯახი არ არის საკმარისი, რომ ზოგჯერ ადამიანს სჭირდება რაღაც რაც არავინ სხვა ვერ მისცემს. რაღაც რაც შეიძლება მათ თავადაც არ იციან რა არის და ერთადერთი გზა იპოვონ ის არის წასვლა და ყველაფრის დატოვება უკან, ყველა ადამიანის რომელიც მათ უყვარდათ და რომლებსაც ისინი უყვარდათ. ჰელენი დღესაც ფიქრობს იმაზე რომ სარა იყო სადღაც გარეთ, სადღაც შორს იცხოვრა თავის ახალი ცხოვრებით. იქნებ ის იყო პატარა ქალაქში სკოტლანდიაში, იქნებ მუშაობდა ბიბლიოთეკაში ისევ, ან წიგნის მაღაზიაში. იქნებ ყოველ დილით დგება და ხედავს მთებს ან ზღვას. იქნებ აქვს პატარა სახლი, პატარა ბაღით, სადაც ის თავად ზრდის ყვავილებს და ბოსტნეულს. იქნებ ის ბედნიერია ისე როგორც ვერ იყო მაშინ. ან იქნებ არა, იქნებ ის კვლავ ეძებს იმას რაც ვერ პოვნა, კვლავ გრძნობს იმ ცარიელს რომელიც არასოდეს ივსება. მაგრამ ჰელენი ვერასოდეს გაიგებს და ეს უფლება ჰქონდა სარას არ უთხრა. არის დღეები როცა ჰელენი გრძნობს რისხვას. გრძნობს რისხვას რომ სარამ დატოვა ის იმ გაურკვევლობაში, იმ საუკუნო კითხვაში თუ რა მოხდა და რატომ. გრძნობს რისხვას რომ სარამ არჩია თავისი საკუთარი მშვიდობა ოჯახზე, დაზე, იმ ურთიერთობებზე რაც ჰქონდა აშენებული. მაგრამ არის დღეები როცა ჰელენი გრძნობს მხოლოდ სევდას და ნაღველს იმისთვის რომ სარა იგრძნო ასე დაკარგული, ასე გაჭედილი, რომ ერთადერთი გამოსავალი რაც ნახა იყო მთლიანი გაქრობა. და ეს გრძნობა, ეს გაგება რომ შენი უახლოესი ადამიანი ყოფილა იმდენად ტანჯული და შენ ვერ შეამჩნიე, ეს არის რაღაც რაც ჰელენს აწუხებს დღემდე. დღეს როცა ჰელენი უყურებს ემას, ხედავს ახალგაზრდა ქალს რომელსაც აქვს მთელი ცხოვრება წინ, რომელსაც აქვს არჩევანი და თავისუფლება. და ჰელენი ყოველთვის ეუბნება ემას რომ უნდა იცხოვროს ისე როგორც მას სურს, არ იცხოვროს სხვების მოლოდინით. ჰელენმა ისწავლა ეს გაკვეთილი სარას ამბიდან, ის გაკვეთილი რომ როცა ადამიანი ცდილობს იცხოვროს ისე როგორც სხვები მოელიან და არა ისე როგორც მათ თავად სურთ, ზოგჯერ ისინი იძლევიან და ტოვებენ ყველაფერს მათ უკან. მაიკლს აქვს თავისი გაკვეთილი. ის ისწავლა რომ სიყვარული ზოგჯერ არ არის საკმარისი, რომ შენ შეიძლება ვინმე უყვარდე მთელი გულით და მაინც ვერ შეინარჩუნო ისინი. ის ისწავლა რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი გზები და ზოგჯერ ეს გზები გადადის სხვა მიმართულებით და არაფერი შეიძლება გააკეთო ამის შესახებ. ის ისწავლა რომ ცხოვრება გაგრძელდება თუნდაც როცა ის რასაც ყველაზე მეტად გინდოდა არასდროს მოხდა. ამბავი სარას და მაიკლის არის ამბავი არჩევანის, დაკარგვის და დროის. არის ამბავი იმისა თუ როგორ ორი ადამიანი შეეცადნენ იპოვონ რაღაც სხვა და როგორ მხოლოდ ერთი მათგანიდან გადაწყვიტა დარჩენილიყო იმ ძიებაში. არის ამბავი იმისა თუ როგორ ოჯახი რჩება უკან კითხვებით რომლებსაც ვერასოდეს ეპასუხება. არის ამბავი იმისა თუ როგორ ცხოვრება გაგრძელდება თუნდაც როცა ერთი ადამიანი აკლია და არასოდეს დაბრუნდება. და დღეს 62 წლის შემდეგ იმ აგვისტოს დღიდან 1992 წელს, სარა ჰოლმსი კვლავ არის სადღაც. ცხოვრობს თავის ცხოვრებას, იქნებ ბედნიერია, იქნება არა, მაგრამ მაინც ცხოვრობს. და ჰელენი, რომელიც დღეს 55 წლისაა, კვლავ ელოდება იმ დღეს, როცა ტელეფონი დარეკავს და იქნება სარას ხმა მეორე მხარეს, რომ ეთქვის ჰელენ, ეს მე ვარ და ყველაფერი ბოლოს გახდება გასაგები. მაგრამ იმ დღემდე ჰელენი ცხოვრობს თავის ცხოვრებას, აზრდის თავის ქალიშვილს, მუშაობს თავის სამსახურში და ინახავს იმ ორ წერილს პატარა ყუთში თავის საძინებელში, ერთადერთ მტკიცებულებას, რომ სარა ჯერ კიდევ არის სადღაც გარეთ, ცხოვრობს თავის არჩეულ ცხოვრებას, შორს ყველაფრისგან რაც იცნობდა.